20 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი სკუტერების ჩემპიონატს უმასპინძლებს. ღონისძიება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას სტუდენტები მიიღებენ. ჩემპიონატის მთავარი მიზანი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია მოიცავს ეკომეგობრული და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სივრცეში. აღნიშნული ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის ჩაერთონ, მონაწილეობა მიიღონ და მხარი დაუჭირონ უნივერსიტეტის ეკოლოგიურად სუფთა პოლიტიკის განვითარებას. ჩვენი უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს სუფთა ტრანსპორტის სახელმწიფო პოლიტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვს აქტიურად გადაჯდნენ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ერთ-ერთი არის აღნიშნული ჩემპიონატი, რომელიც ემსახურება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის და გარემოს შექმნას არა მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არამედ ქალაქ ქუთაისში და მთელ ქვეყანაში. საომავლოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გეგმავს განავითაროს საკუთარი პოლიტიკა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს სტუდენტური კლუბების ჩამოყალიბებას, აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობას როგორც სტუდენტების, ასევე იმ ორგანიზაციების, რომლებიც აღნიშნული პოლიტიკის განვითარებით არიან დაკავებული ქვეყანაში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო ქალაქი პირველად უმასპინძლებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას. ეს არის კარგი შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდისთვის და დაინტერესებული პირისთვის, განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ჩაერთონ ამ აღნიშნულ ღონისძიებაში და ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის ეკომეგობრული პოლიტიკის განვითარებას სხვადასხვა ეტაპზე. მიკრომობილობა მხოლოდ ტრანსპორტი და სპორტი არ არის. ეს არის თანამედროვე კულტურა, რომელიც საქართველოში დღით-დღე უფრო პოპულარული ხდება. ის აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უსაფრთხო გადაადგილების კულტურას და ახალგაზრდულ ინიციატივებს. სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება 20 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობა. თქვენ აქ დაგხვდებათ განსაკუთრებული ატმოსფერო, სადაც ტექნოლოგიები, ეკომეგობრულობა და ახალგაზრდული ინიციატივები ერთიან სივრცეში დაგხვდებათ. მე მადლობა მინდა გადაუხადო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ქალაქ ქუთაისის მერიას იმისთვის, რომ ჩვენ პროექტს მხარი დაუჭირა. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ პარტნიორ ბრენდს, რომელსაც გააჩნია სოციალური პასუხისმგებლობა და იზიარებს მიკრომობილობის კულტურის არსს. მოხარული ვარ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს მიკრომობილობის სპორტის ფედერაცია ქუთაისის მერიასთან ერთად ახორციელებს და ნერგავს ახალ კულტურულ აქტივობას. ამ აქტივობის შესახებ სტუდენტთა შეხვედრაზე გავიგე, სადაც გაგვაცნეს ინფორმაცია, რომ მქონდა შესაძლებლობა მიგვეღო ჩემპიონატში მონაწილეობა. ვინაიდან ხშირად გადავადგილდები სკუტერით, გადავწყვეტე, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა და ბედი მეცადა. მივესალმები მიკრომობილობის სპორტის ფედერაციის ინიციატივას ჩატარდეს სკუტერების ჩემპიონატი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ვფიქრობ, რომ ეს წამოწყება ამაღლებს ეკომეგობრულ ცნობიერებას სტუდენტებში და ასევე ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას. ასე თუ ისე კონკურენტუნარიანი ვარ ამ სფეროში და შემიძლია ჩემი უნარებისა და გამოცდილების გამოყენება ამ საქმეში, თუმცა ამავდროულად წარმატებებს უსურვებ ყველა სხვა მონაწილეს. 20 ივნისს დაგეგმილი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კიდევ ერთი მცდელობაა ხელი შეუწყოს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებას.